წარმოიდგინეთ სტუდენტი, რომელსაც დილით ლექციები აქვს, საღამოს კი 8 საათიანი ცვლა კაფეში. მას არ აქვს დანაზოგი, მისი საბანკო ანგარიში არის თანხა, რომელიც ზუსტად ყოფნის ბინის ქირას, სწავლის გადასახადს და რა თქმა უნდა კვებას. მისთვის სამსახურის დაკარგვა უდრის სწავლის შეწყვეტას და იძულებით დაბრუნებას მშობლიურ ქალაქში ან სოფელში. რადგან ქირის გადახდა ვერ ხერხდება მისი მხრიდან. ჩვენი სტუდენტების დიდი ნაწილისთვის სწავლა არის პრივილეგია, რომლის შენარჩუნებისთვისაც ყოველდღიურად ეს ადამიანები იბრძვიან. მათ არ აქვთ დანაზოგი, მათ არ აქვთ ფინანსური ზურგი, მათ აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი: როგორმე გადაიხადონ ბინის ქირა, როგორმე იკვებონ და როგორმე შეძლონ სწავლის საფასურის დაფარვა. ჩვენ გვყავს თაობა, რომელიც კარიერას კი არ აშენებს, არამედ გადარჩენის რეჟიმში. სად უნდა გაწყდეს ეს ჯაჭვი? პირველ რიგში ქვეყანაში უნდა არსებობდეს უმუშევრობის დაზღვევის სტანდარტი, უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც სტუდენტს აძლევს უსაფრთხოების შეგრძნებას. წარმოიდგინეთ რეალობა, სადაც სტუდენტი სამსახურს კარგავს, მაგრამ სახელმწიფო მას მარტო არ ტოვებს. ის იღებს ბოლო ხელფასის 60%-ს 5-6 თვის განმავლობაში. ამას მოიცავს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინიციატივა. ჩვენ გვსურს, რომ სწავლა არ იყოს ფუფუნება, ჩვენ გვსურს, რომ სტუდენტს არ უწევდეს არჩევანის გაკეთება დიპლომსა და სამსახურს შორის. ევროპული კეთილდღეობა სწორედ ამით იწყება, როდესაც სახელმწიფო არ არის მაყურებელი, არამედ არის გარანტორი და როდესაც სტუდენტს იცავს სახელმწიფო არა მაშინ, როდესაც უკიდურეს ზღვრამდეა მისული სტუდენტი, არამედ იქამდე, სანამ ის უსახსრობისგან სწავლაზე უარს იტყვის. სტუდენტები არიან საქართველოს მთავარი ძალა და თუ ჩვენ მათ არ დავიცავთ, ჩვენ დავკარგავთ ყველაზე ძვირფას რესურსს, მომავალ თაობას, რომელსაც ჯერა, რომ აქ საქართველოში შეუძლია ღირსეული ცხოვრების დაწყება. როცა მათი შრომა დაცულია, მათი განათლებაზე ხელმისაწვდომა რეალობაა და რა თქმა უნდა, მათი მომავალი აქ საქართველოში არის წარმატებული.